Ცენს პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დემურ გიორხელიძე, ბატონ დემურ, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხოლო საუბრის თემა ჩვენი არის სამხრეთ კავკასია, ნათელი სამხრეთ კავკასია არ არის სამყაროს ჭიპი, მაგრამ ერთ-ერთი ჭიპი ნამდვილად არის გამომდინარე გეოპოლიტიკური რეალობიდან, რომელიც ჩვენ გარშემოა. მას შემდეგ ბატონ დემურ, რაც აი მოვალურ კაბინეტში ზარზეიმით მოეწერა ხელი, აი ეს დაძმობილდნენ ფაშინიანი და ალიევი ტრამპის შუამავლობით და ჩვენთანაც განსაკუთრებით ოპოზიციური სპექტრიდან გულგატეხილი იყო ყველა რომ ჩვენ არ მოვლენებს ჩამოვჭით იმის პარალელურად რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის უჩვეულოდ და უპრეცედენტოდ დაიძაბა ვითარება უცებ გაირკვა რომ ირანის პრეზიდენტი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტი და ისინი შეთანხმდნენ ასე ვთქვათ დერეფან ყოველთვის გზას შორის დამაკავშირებელ გზას შორის სომხეთსა და ირანთან და ბუნებრივია რომ სომხეთი ამას ვერ გააკეთებს საქართველოს გარეშე ხო საქართველო არის გასასვლელი გინდა ევროპისკენ და მთელი დანარჩენი დასავლეთისკენ, ასე ვთქვათ, როგორც სომხეთისთვის, ასევე ირანისთვის. თითქოს აი მე არ ვიცი ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენ საზოგადოება არ უყურებს რუკას. ზანგეზურის დერეფანზე როდესაც ლაპარაკობენ და რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს. მე თქვენ გთხოვდით, რჩევას არ ვიკადრებ, რომ გითხრათ გირჩევთ მეთქე, დახედოთ რუკას. ეს ზანგეზურის დერეფანი მთლიანად კეტავს ირანს და აქცევს იზოლაციაში და რაც ყველაზე მთავარია, ამ ეტაპზე სომხეთ-ირანის საზღვარს აკონტროლებენ რუსი მესაზღვრეები. რაც ვერასდროს ვერ მოხდება, რომ ჩაიკეტოს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, ეს არის სასიკვდილო დარტყმა ირანისთვის და არა მარტო ირანისთვის, ამდენად კიდევ სხვა, თქვა სახელმწიფო და ინტერესებიც ებმება და ბუნებრივი არის, რომ ეს ვერ ჩაიკეტება, იმას გარდა რომ იქ რუსები დგანან, რუსი მესაზღვრეები, ისევე როგორც სომხეთ-თურქეთის საზღვარზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვა ამერიკული კომპანია აიღებდა იჯარით ან აიღებს დეკლარაციის დონეზე ხომ ეს თითქოს ასე მოხდა 100 წლამდე იჯარით მაშინაც კი ამ 500 მეტრიდან დააკვირდებიან რუსი მესაზღვრეები იქ რა მოხდება ძალიან უცნაური კომბინაცია რაც რეალურად ნაკლებ სავარაუდო რომ განხორციელდეს მე ვფიქრობ რომ რეალურად ეს არის გაცილებით გლობალური შეთანხმება და რომელი შეთანხმების ფარგლებში მოექცა და მივყვეთ თუ შეიძლება მივყვეთ იმიტომ რომ მე რატო ვაძლევ თავისუფლებას დამოუკიდებელი გადაცემები ვაკეთო რა დინების წინააღმდეგ იმიტომ რომ მე უბრალოდ ჩემ თავს დავავალე რომ იმხელა ვთქვათ გამოცდილება რაც მე მივიღე ახლა არა ვარ უკვე ბავშვის ასაკი თუმცა ჯერ ახალგაზრდა ასაკში ვარ მინდა რომ დღეში 4-5 საათს მაინც მუშაობ ამ ყველაფერზე რომ გავერკვე რა ხდება არ ხდება მარტივი რამეები და თქვენ სწორად ახსენეთ ერთ-ერთი ჭიპის შესახებ მე მინდა ისევ და ისევ გავიმეორო იმიტომ რომ ყველაფერი ამ კონტექსტიდან არის დასანახი სამხრეთ კავკასია შუა აზია და ახლო აღმოსავლეთი არის ერთი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც უახლოესი 30-40 წელი განვითარდება მსოფლიოს ყველა მთავარი პროცესი და მოვლენა. ეს არის სტრატეგიული მხარე სამივე ერთად. აქ არის უზარმაზარი ინტერესები, უზარმაზარი ენერგომატარებლები რესურსები, მათზე კონტროლი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, როგორი კონტროლია, იცით, კონტროლი რადგინდა თუ ტრასებზე კონტროლი არ აქვს, ტრასების კონტროლი, კომუნიკაციების. დიახ. და საქართველო არა დამოუკიდებლად, არამედ საქართველო ამ სამხრეთ კავკასიის ნაწილია, თუმცა მას აქვს დამატებითი ბერკეტები რესურსებისა, გლობალური რესურსებისა, რომელსაც სამწუხაროდ 33 წელი ძალზე უბადრუკი ქართული ხელისუფლებები უბრალოდ ვერ იყენებენ, იმიტომ რომ არასდროს უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში მე არ გამიგონია მწყობრი ჩამოყალიბებული შეხედულებათა სისტემა ხელისუფლების მხრივ თუ ქართული სახელმწიფოს ფუნქციონალური დატვირთვა როგორი იქნება ამ გლობალურ სივრცეში. საქმე რაშია? ხაზს უსვამ იმის გამო რომ ჩვენ რაღაც ნაწილი გვიკავია სამხრეთ კავკასიაში ჩვენ არაფერი არ გვეკუთვნის. ანუ გეოგრაფიული თვალსაზრისით არავის არაფერი არ ეკუთვნის თუ ეს არ არის
კაპიტალიზირებული ფუნქციაში. რა კი შენ მოიქეცი პირველად მოექცა საქართველოს. აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უზარმაზარი ისტორია გვაქვს, მართლაც ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ შეჯახებებში მოვხდით და ვერასდროს სწორად ვერ გავარკვიეთ რა ხდებოდა და ამან საშინლად დაგვაზიანა განსაკუთრებით ბოლო 700 წელი ეს იყო ჯაჭვის შეცდომებისა, რომელზეც ცალკე საუბარი შეიძლება, მაგრამ ეხლა მოვედით აქამდე და ჩვენი ხელისუფლებისგან ვერაფერს ვერ ვხედავთ. საუბარი იმაზე, რომ ბიძინამ ყველაფერი იცის და ამიტომ ბიძინამ იცის, როდის რა გააკეთოს, მე მგონი ამას ოდნავ მაინც საკუთარ თავს ვინც პატივს ცემს ადამიანი, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა, ეს არ შეიძლება ერთი კაცის ნებასრულზე იყოს, ყოველ შემთხვევაში ეს იმ დონეზე გაცხადებული უნდა იყოს, რა გაცხადებასაც იძლევა საქმის სიღრმე, ხო სწორია დატვირთვა, არის რაღაც მე ძალიან კარგი რაც არ ითქმება, იმიტომ რომ პოლიტიკაში ძირითადად არ ითქმება, იმიტომ რომ სხვა ისევე როგორც დღეს შევხედავთ ალიასკის შეხვედრაზე, არაფერი არ ითქვა ფაქტიურად. თქვენ უნდა დააკვირდეთ და მე ვაკვირდები ძალიან ამერიკულ პრესას, ესე იგი დღესაც მარჩელობა მიდის და ეს რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაზე დიდი რამ მოხდა, რაც იყო უზარმაზარი საფრთხის შემცველი ორი გიგანტური ბირთვული სახელმწიფო ლამის დაუპირისპირდა ერთმანეთს. ამით სასწაული მოხდა, ხო გითხრათ, ფორმალურად ეს სასწაული იყო, ხო სწორია, ასეთი უცებ შემოbrunება მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ეს არის იმ ელიტების გადაწყვეტილება რომელზეც დგას ტრამპი ეს არ არის ქართული სისტემა სადაც ბელადი მოდის ქმნის ინტელექტუალურ ელიტას ბჭყალებში პოეტებს წერლებს ყველანი გარშემოა ამ ბელადის ხოთბა მიდის არ არის ასე გაცილებით მყარი სისტემა გაცილებით ხისტი სისტემა და ეხა სისტემას უპირისპირდება შიგნით კი ბატონო შიგნით არის სერიოზული ბრძოლა ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა ვადევნოთ ხშირად მე მეუბნებიან ასეთ რაიმეს რომ თქვენ როცა ლაპარაკობთ აი ამერიკაზე და ამაზე იქნებ საქართველოზე გითხრათ უფრო მეტი იმაზე ლაპარაკობ იმიტომ მეტეს რომ იქ რაც ხდება უშუალოდ დაისახება საქართველოზე ჩვენი ტრაგედია იყო 700 წელი ჩვენ რა ხდებოდა სინამდვილეში არ ვიცოდით სერიოზულად იმიტომ რომ არასდროს სახელმწიფო ანალიტიკური სამსახური არ არსებოდა ეს კი არა ჰერეკლე მეორეს ეხლა მიდოდა მეთქვა ჯგუფი ჭირდებოდა რომ ოსმალეთში გაეშვა და ენიცოდნე სახელმწიფოში წარმოიდგინეთ ახლა გასაგებია სახელმწიფო ეს არ იყო რაღაც გიგანტი მაგრამ რაც იყო იმ დროის რეალობა ხო იყო კახეთის სამეფო და ასე რომ და ჰერეკლეს აღმოთ ავტორიტეტული იყო კავკასიაში რეგიონში კავკასიაში იმიტომ როგორც პიროვნული შეიძლება პოლიტიკური დიდი ისე არ ქონდა მასშტაბები მაგრამ როგორც პიროვნება იყო უნაკლო და ფაქტობრივად მაგიტომაც ვერ გაბედეს მისი მოკვდინება ოსმალეთის ეკატერინე ესე იგი რა გამოვიდა შეხვედრა ვაშინგტონში ესე იგი ჩვენ უნდა ვიფიქროთ რატომ ვაშინგტონში დალიასკას თუ ეს ვაშინგტონში ფაშიენდი არიებზე დიახ რა კი თქვენ კავკასია მითხარით ესე იგი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ რა კი შეერთებული შტატები ვაშინგტონში იწვევს რეგიონის ორ სახელმწიფოს სადაც რეგიონალური სახელმწიფოები მთავარი ისტორიული მოთამაშეები არავინ იფიქროს რომ რუსეთი ირანი და თურქეთი გავიდნენ თამაშიდან ან ვინმე გაიყვანა თამაშიდან და სამხრეთ კავკასიაში გაჩნდა ახალი მოდი ბჭყალებში ასე პატრონი რომელიც დაალაგებს ყველაფერს წარმოუდგენელი ეს არ ხდება იმის გამო რომ ეს სივრცე ყველა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობა აქვს და რა გამოვიდა თითქოს და სამშვიდობოს მოაწერეს რომ არავითარ სამშვიდობო ხელშეკრულებას ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი არ მოწერია არა ხელი მოეწერა დეკლარაციას ეხლა ვინ ცოტა მაინც ერკვევა პოლიტიკაში დეკლარაცია გინდა ყოფილა გინდა ყოლია ნახეთ შემდეგ ალიევმა გააკეთა განცხადებები რომ იმისათვის რომ გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება საჭიროა
სომხეთმა უნდა გადახედოს თავის კონსტიტუციას. ხო, ესეთი რაღაც გუშინ მოვისმინე ზუსტად სომეხი პოლიტოლოგი ლაპარაკობდა, რომ აი ალიევმა თავის ტელევიზიით აზერბაიჯანში ხარც რამდენად ზუსტია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ამბობთ, რომ მე საშინაო დავალება მივეციო ფაშინიანს შეცვალოს სომხეთის კონსტიტუციაო. წარმოუდგენელია მოსასმენად ეს. ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ალიევი სერიოზულად აიჭრა, ძალიან სერიოზულად, განსაკუთრებით ინგლისში მეფესთან შეხვედრის შემდეგ, აშკარად იქ რაღაც ამჩატდა ძალიან, იმიტომ რომ ეს იყო ფაქტიურად უპრობლემო სახელმწიფო, რომელსაც რუსებმა წაყრუებით, შეგნებული წაყრუებით მიცეს უფლება გაეკეთებინა ის, რაც გაეკეთებინა. როგორც კი ეს გააკეთა, აბუ-დაბის შეხვედრა იყო უსაშველოდ ინფორმაციული, იმიტომ რომ ალიევმა ფაქტობრივად მოინდომა ფაშინიანის გასრესა იქ და სომხეთს დაუყენა ულტიმატუმები და თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, ამის შემდეგ ფაშინიანი განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა. ნახეთ, დიალოგი თუ გნებავთ რუსეთის პრეზიდენტთან, ის რომ შეხვედრის შემდეგ, დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ის რომ რუსეთის გიუმრის ბაზა ძალიან ძლიერდება, სატვირთო უზარმაზარი თითნები დაფრინავს და ჩააქვს ყველაფერი, ფაშინიანი არ ეკეთებს არავითარ განცხადებას. ხელისუფლების გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ესე იგი, ფაშინიანის ერთადერთი როცა კრიზისი იყო ძალიან და ძალიან უჭირდა, ჩვენ ჩავკეტეთ სომხები, ხო სწორია, მიუხედავად არაერთი სხვადასხვა აი მან ბოლომდე ვერ გავიზიარებ. ჩავკეტეთ აი რა, ჩავკეტეთ სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება. არა, ჩვენ კი არ ჩავკეტეთ ის, რაც მოხდა ახალგაზრდში გლობალური მიზნიდან გამომდინარე, პირველ რიგში ჩაიკეტა რუსეთ-ირანის ურთიერთობა. და ეს უკვე რუსეთს და ავტომატურად მოხდა სომხების იზოლაცია და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ პერიოდში ეხმარებოდა სომხეთს, ნამდვილად იყო ირანი, ხო? ამიტომ ირანის ინტერესების უკდება სომხეთს არანაირად არ აწყობს და არ შეიძლება ჭირდებოდეს, ისევე როგორც მას არ შეუძლია საბოლოო ჯამში იგნორირება გაუკეთოს რუსეთის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ხო? ამიტომ ხდება ის, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მოხდა ასე ვთქვათ პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც მიმართულია ტრამპი ნახეთ რაზე აკეთებს, რომ მშვიდობას ამყარებს ამ ორ ძალიან გაწელილ კონფლიქტში, რომელშიც სერიოზული მსხვერპლიცაა და წარმატებები გადავიდა ერთი მხარიდან მეორეში, იმიტომ რომ აზერბაიჯანი 90-იანების დასაწყისში ისეთივე დამარცხებული და სუსტი სახელმწიფო იყო, როგორც საქართველო. ჩვენ ორივეს ერთნაირი სცენარი ჰქონდა. დაემხო ეროვნული ხელისუფლებები, დაემხო მიზანმიმართულად, გარეძალის ზემოქმედებით. ყველაფერი ცნობილია დღეს ქართველებს არ უნდათ უბრალოდ გაიგონ რა მოხდა, თუ გნებავთ აზერბაიჯანში და თუ გნებავთ საქართველოში. ეს იყო დიდი გეოპოლიტიკური დაკვეთა, რომელიც თავის თავზე აიღეს რუსებმა. დავალება შეასრულეს და უზარმაზარი პრობლემა გაიჩინეს სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ რომ ეს იყო შეცდომა. რუს პოლიტიკოს არ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, რაც მათ გააკეთეს. როგორ შეიძლებოდა, მაგრამ თქვენ ერთ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება. რუსეთის ხელისუფლება მაშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე უმარიონეტესი ხელისუფლება რუსეთის თავრობაშიც, უშიშროებაშიც და ყველგან იყვნენ ამერიკელები. მათ შორის ცენტრალური სადაზვერვოს აგენტები და ყველაფერს განაგებდნენ
იმ მიზნებით, რა მიზნებით ამერიკელებს ჰქონდა. ეს იყო ერთადერთი დომინირებული ქვეყანა. ესე იგი, საიდკენ მიმყავს მე საუბარი. სამხრეთ კავკასიაში ამ ეტაპზე არაფერი დალაგებული არ არის. რაც შეეხება იმ ყბადაღებულ ზანგეზურის კორიდორს, მე ძალიან იმ დეკლარაციაში ბოლო ზანგეზურის დერეფანი წერია თუ არ წერია? არ წერია. ნახეთ როგორ არის დაუშვათ და ყველაფერი ისე იქნა როგორც გაცხადებულია. ასეც რომ იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ადგნენ და დაეუფლნენ აქაურობას, იმიტომ რომ ფირმას, რომელიც გასაგებია არის სპეციალური ფირმა, სპეცსამსახურების შერჩეული და მართული ფირმა, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყოს დაცვა 1000 კაციანი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ დენტის კადრზე, რასაც სამხრეთ კავკასია ქვია, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 1000 კაცი გინდ ყოფილა, გინდ არ ყოფილა. ესე იგი, უფრო დიდ რამეზია საუბარი და ჩვენ ამას ხედავთ საქართველოს პირობებშიც, რომ აი საუბარი იმაზე, რომ აი საქართველოს ესე იგი ამნაირი საქმე ჩაეფუშა. საქართველოს თუ რაიმე ჩაეფუშება, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების დამსახურება იქნება. გლობალური ინტერესები იმდენად დიდია. აი სურვილები, რომ წოდომა იყოს რესურსებზე, ნახეთ, მე დავწერე და იმავე დღეს ვიცოდი, როდესაც გაჟონა ამერიკაში ინფორმაციამ, რომ შეთანხმდნენ, რომ ExxonMobil ეს გიგანტური ნავთობ კორპორაცია დაბრუნდებოდა რუსეთში. რას წარმოადგენდა რუსეთში ExxonMobil? ეს იყო გრანდიოზული პროექტი სახალინი 1-ის 30 წლის მფლობელი, ეს გაგრძელებებითა გასაგებია, რომ ამერიკის მთავარი ნავთობ კორპორაცია აჯდა ამ უსიარმაზარ სიმდიდრეს, ხო? როცა პოლიტიკის გამო იძულებული გავიდა, მისმა დანაკარგმა შეადგინა 4.6 მილიარდი დოლარი. ეს ამერიკის მასშტაბებითაც კი კოლოსალური თანხაა. ეხლა შეთანხმდნენ ბრუნდება, ამერიკელები მოხსნიან ყველა იმ სანქციას, რომელიც ExxonMobil-ის საქმიანობას ხელს შეუშლის რუსეთში და ეს პროცესი დაიწყო. მაგრამ ჩვენ გვეტყვიან მეორადი ავტომობილები არ გაყიდოთ რუსეთშიო. პუტინის ჯარს ჩვენ გვეტყვიან იმიტომ, რომ ისინი ხედავენ არასერიოზულ ხელისუფლებას. ხაც უსვამ, მე არანაირი რომელ ხელისუფლებას არ ეტყოდნენ, მე არ ვიცავ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც მისცემდა ნებას, რომ ასე ემოქმედათ, ანუ გაეხადათ უფროსები, ელჩები და მათი წარმოდგენა ყველას ეტყოდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცებს ვერ უთხრეს, ხო სწორია? თუ გნებავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში. კონკრეტულად? კეთოთ ბელორუსიას ვერ უთხრეს, იმიტომ მე ახლა აბსოლუტურად არ ვეხები პიროვნებას და კარგია თუ ცუდია, მაგრამ მოხდა ის, რომ როდესაც ზედმეტი უთხრეს ლუკაშენკოს, მას 24 საათში persona non grata გამოაცხადა ამერიკის ელჩი და ნივთები დაჩქარებული ტემპით მიუტანეს აეროპორტში და რომ იტყვიან დაუყარეს იქ. მე არაერთხელ მithქვამს, რომ როდესაც ელჩი პოსტფაქტუმ ამბობ, რომ ამას მიბრძანებდა, იმას მიბრძანებდა, persona non grata გამოცხადება რომელიმე პიროვნებისა სულად არ ნიშნავს ამ პიროვნების ქვეყნის შეურაცხყოფას, ანდა თუ გნებავთ მის იგნორირებას. არსებობს დიპლომატიური არხები, რომელიცაც შენ წინასწარ ყველაფრის ინფორმირებას აკეთებ, იმიტომ რომ ბავშვობა რო არ გამოგივიდეს, ხო? ჩვენ ვერასდროს ვერ გავაკეთეთ ეს, იმიტომ რომ სხვაზე ჩამოკიდებული ხელისუფლება ყავდა, ფულის წუწკი ხელისუფლება ყავდა ყოველთვის საუბედუროდ. როდესაც შენ ფულის წუწკი ხარ, გასაგებია, რომ შენს მიმართ დამოკიდება ნულდება. მე ძალიან კარგად მახსოვს ვაშინგტონში უშიშროების საბჭოში, როცა ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, ძალიან მაღალი დონის ხალხთან, მათ ძალიან დიდი სიმპათია გამოთქვეს ქართულ
საქართველოს ხალხის მიმართ ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ეს მართლაც ერთ-ერთი უნიკალური ხალხია, მაგრამ ამ თქვენ ხელისუფლებებს ვერაფერი ვერ გაუგეთო. რა უნდა თუ ამათ მე ვეუბნებოდი იმას, რომ ქვეყნის აღორძინება სჭირდება სადღაც სულ ცოტა 50 მილიარდი, რომ ეს მართლაც უკვე იმ ტრაექტორიაზე გავიდეს ქვეყანა, 50 მილიარდი თანხა ამერიკელებისთვის სერიოზულ თანხას არ წარმოადგენს, მაგრამ ისინი გაუგებრობაში არაფერნაირ ფულს არ ჩადებენ. და მე მგონი ბატონო, არა მარტო გაუგებრობაში არ ჩადებენ, მას არ ჭირდება მხარე თუ პარტნიორი, მხარე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ პარტნიორად არ განგვიხილავს, რომელიც თავის წესებს უკარნახებდა. შემდეგ თუ შეიძლება ამ თემაზე საუბარი განვაგრძელოთ რეკლამის შემდეგ, ეხლა მცირე ხნით უნდა დაგემშვიდობო, დაგველოდოთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. ეთერში განვაგრძელებთ ჩვენ ბრუნდებით ეთერში განვაგრძელებთ საუბარს ჩვენ სტუმართან დემო გიორხელიძესთან ერთად. ბატონო, მაინც მინდა ვთქვა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები ალბათ არ მიუღიათ ალასკაზე, მაგრამ ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასია გადაწყვეტილებების რაღაცა სქემა მოინიშნა და სამხრეთ კავკასია სად არის, რაში დასჭირდა ის დეკლარაცია ტრამპს და არა მხოლოდ ამ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, არა მხოლოდ ამ მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ 50-დღიანი ულტიმატუმი 8 დღეზე რომ ჩამოიყვანა ყოველას რო ეგონა, რომ შემდეგ ჩვენი გმირები დასწრებდნენ ზარბაზნები, თოფები და ტანკები სინამდვილეში, ეს იყო მოლაპარაკებისთვის მიცემული პერიოდი. რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღებულიყო? ნახეთ რა შესაქმე, მე ძალიან ინტენსიურად ვაკვირდები ამერიკულ მედიას და განსაკუთრებით იმ ანალიტიკური ცენტრების თითქმის ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია, ვკითხულობ იქ ყოველ შემთხვევაში რაღაც რაციონალური მარცვლები არის, რომ მე რაღაც ანალიზი გავაკეთო. ეს შეხვედრა არ იყო უბრალოდ შეხვედრისთვის, ეს აშკარა არის. თუ ვინმე საინტერესებს და მე ძალიან გამიკვირდა, რომ აქცენტი არ გაკეთდა ამაზე, სულ ახალხან ამერიკის პრეზიდენტმა სატელეფონო ინტერვიუ მიცა Fox News. მე ყველას ვთხოვდი, ვინც პოლიტიკით არის დაინტერესებული, ზუსტად მოისმინონ სიტყვით კონტექსტებში გაიაზრონ რა პოზიცია დააფიქსირა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. რატომ ამბობ ამას? მე შემდეგ ვენსმა გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადებები და ახლა მოვდივარ უკვე საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ამ სიტუაციაში რუსეთისთვის და შეერთებული შტატებისთვისაც და ასე შემდეგ ერთმანეთში რაც მოილაპარაკებენ მათი საქმეა, ჩვენ ვერც ასეთი პოლიტიკით შეუშლით ხელს, ვერც ისეთი გინდა აქეთ წადი სისულელის და მერე კიდე იქეთ წადი, ხო? ნულოვანი შედეგია, მაგრამ აშკარად რაც ჩანს სამხრეთ კავკასიაში მისი უდიდესი მნიშვნელობა გამო დგება ბალანსების საკითხი. სამხრეთ კავკასიაში ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს არის ჩვენთვის არა მარტო კარგი, სტრატეგიულად კარგი, ოღონდ ამას პოლიტიკური ალღო უნდა და პოლიტიკური პროფესიონალიზმი უნდა. რატომ? ფაქტობრივად ერთი დომინირებული სახელმწიფო ის მართლა დომინირებული იყო გაიმართა წელში. არა, აზერბაიჯანი. აშკარად იყო ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა ჰქონდა და ამ მხარდაჭერის გამო შეძლო იმის მიღწევა, რაც შეძლო. მე საშინლად არ მომწონს ის, რომ თურქეთის თემა საქართველოში არის გაზვიადებული. ამას აქვს უდიდესი, რომ იტყვიან, საფუძველი. თურქეთის ძლევამოსილების. თურქული ფული ამ უნამუსო ტელევიზიებში, აი წავიდა ბომონდი დასასვენებლად და დატოვეს 10 თურქული სერიალი დღეში. ეს წარმოუდგენელია. ეს არის ჯერთი ამ ტელევიზიის პატრონი, პირველი ტელევიზიად რომ მოგვათ თავი, სულ მათრახით არის საცემი პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის უნამუსობა, რასაც ისინი სჭადიან, ასევე სხვაგან და ის ეგრეთ წოდებული NGO-ები და ეგივე, ესე იგი, ის ხალხი, რომლებიც ამ თურქული სიამეებით არიან დამტკბარნი. ხას უსვამ, თურქეთი არის ძალიან მოწყვლადი ქვეყანა. ირანთან შედარებით ის გაცილებით სუსტი ქვეყანა.
ირანთან შედარებით თურქეთს აქვს კოლოსალური პრობლემები, მისი მომავალიც კი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რამდენიმე გაუთამაშონ და როდესაც ასეთ ყველა მიცის მას არ აქვს ფული, მას არ შეუძლია ომის წარმოება მისი ტოლ სახელმწიფოსთან, არ შეუძლია. თუმცა თურქეთის არმია ის არის კი, მაგრამ ეს პრობლემური ქვეყანა ახლა ისევე როგორც ევროკავშირს არ აქვს ფული ომისათვის და იგი ვერანაირ ეს არის კიდე გეუბნებით. აქ მე ვსაუბრობ ფაქტებზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რაც მაგრამ ჩვენ ბრძოლის უნარიანი არმიაო რეიტინგში ყოველ შემთხვევაში სოფლიო რეიტინგში მე-7 თუ მე-8 ადგილზე. კი, ბრძოლის უნარიანია, მაგრამ ომის სხვა რამეა, ორი არის უზარმაზარი მობილიზაცია და ამას ყოველდღიური კოლოსალური ხარჯი ზდევს და ბუნებრივია, ამიტომ თურქეთის თემა იყო გაბუქებული, ძალიან სერიოზულად გაბუქებული რუსების გარეშე მთიანი ყარაბაღი ვერ დაბრუნდებოდა. თუ ჩვენ ღრმად ჩავხედავთ სომხეთის პრეზიდენტის ფაშინიანი ბოდიშით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მას არანაირ სიტუაციებში არასდროს არ აწყობდა რუსეთთან ჩაჭრა ურთიერთობების ხაზს უსვამ, იმიტომ რომ მაგრამ მოხდა ის, რომ რუსებმა თავისი ინიციატივით დაიწყეს პრობლემების გაჩენა სომხეთისათვის. ეს ჩვენ შეიძლება ვერ შევნიშნეთ, მაგრამ ეს არის ნამდვილად ასე. ფაქტობრივად დააყენეს პრობლემის წინაშე, მაგრამ შემდეგ რეალობა, როდესაც ფაშინიანმა ნახა, რომ ის ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, წარმოიდგინეთ თქვენ ულტიმატუმები არ დამალულა ის, რომ ალევს სურვილი აქვს მთელი სომხეთის ის უტრიალებს იმას, რომ მაგ ერევნის სახანო იყო და ჩვენ ეს უნდა კარგად ვიცოდეთ, რომ ხო აზერბაიჯანი იყო რა, სადაც ახლა აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, საერთოდ აზერბაიჯანი თავიდან ბოლომდე არის ნიკოლოზ მეორის სამხედრო შტაბის კონდაზვერვის პროექტი, თავიდან ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია. მუსავატელების პარტიის შექმნაც თავიდან არის ამ კონდაზვერვის პროექტი. სომხეთის თავმოყრა ახლანდელი სომხების თავმოყრა ახლანდელი არის სწორედ ამ კონდაზვერვის პროექტი. ისე როგორც მე ჩამოსახლება 800 ოჯახი იყო სულ ისტორიულად ყველაფერი დოკუმენტაცია შენარჩუნებულია. ერევანი იყო აბსოლუტურად მუსულმანური კულტურის ქალაქი. აბა ახლა 800 კაცი, 800 ოჯახი რა უნდა ყოფილიყო. იქ ყველაფერი იყო მუსულმანური არქიტექტურა და ასე შემდეგ. სომხებმა როცა მოიდგეს ის ფეხი, ყველაფერი მიწასთან გაასწორეს და ამას მე რატო ვამბობ? ეს იდეა ისევე როგორც ქვემო ქართლის იდეა, რომ ეს ალბანელების ტერიტორია იყო, ესაც რა მიცის, იცით? ყურშა გაყოყოჩდა, ქონდა ესეთი მოთხოვნა. მოდით ასე ვთქვათ, არ მინდა რაღაც შეფასებები გავაკეთო, არა, მე უბრალოდ გამახსენდა მაგს უბრალოდ ინტელექტი არ იყო და ძალზე ქაჯურად მოიქცა, როცა თავის ქვეყანას შეუქმნა დიდი პრობლემა. ეხლა ამაზე მე დაუცებთ დაწყებით ვისაუბროთ, აქვე ვიტყვი ისევ სომხი პოლიტოლოგები ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ასევე მოითხოვს, არ ვიცი ხა ეს რამდენად სწორი ინფორმაცია, უცხო უსმენდი. 300,000 აზერბაიჯანელი ჩასახლება სომხეთში. ეს არ ვიცი ხა რა სომხები ასე ამბობენ. მოდით მე ზუსტად ვიცი ეს დოკუმენტაცია ნანახი მაქვს რაც კი იყო. იქ 800 ოჯახი იყო სომხეთის ჩვენ ხა ისტორიულ დოკუმენტებზე მე გეუბნებით იმას რაც იყო. იქ ყველაფერი გაქრა, იმიტომ რომ
სომხებმა გააკეთეს ის, რაც ჩათვალეს საჭიროდ, აბა მუსულმანურ ქალაქში ხო არის იქნა არქიტექტურა, ყველაფერი მოშალეს, ყველაფერი დაანგრიეს და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მოსახლეობა იქ რომ იყო, ძირითადად მუსულმანი იყვნენ. ზოგი თურქი იყო, ზოგი სომხეთიც კი რას წარმოადგენდა? სომხეთის დიდი ნაწილი ხომ თურქეთში ცხოვრობდა და ისინი ცხოვრობდნენ და შეგვებული იყვნენ იმ ყოფას. მე ერთი ცნობილი სომეხის ჩანაწერი მაქვს ნანახი, რომელიც რუსებს საშინლად ლანძღავდა. რატო იცი ჩვენ ხო ცხოვრობდით თურქეთში, რა გინდათო, რატო აგვიშალეთო ეს ყველაფერიო? გამიგეთ არა? ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიები იცით თქვენ. მართალია მათ 550 წლიანი ურთიერთობა აქვთ, აქედან მხოლოდ 50 წელი აქვს დაუმარი, დანარჩენი მშვიდობიანი თანა. ხო, მიწყობით იყო ეს ომები. ხო, ესე იგი ჩვენ ესეც კარგად უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ორი ძალიან დიდი იმპერია იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ოსმალეთის იმპერია 700 წლოვანი იმპერია. ეს არის რომის იმპერიის მერე ყველაზე დღეგრძელი იმპერია, რომ იტყვიან თავისი ამბიციები. ირანიც არ ჩამორჩება ეხლა სახელმწიფოების ისტორიის და სახელმწიფოებრივი და კულტურული ფუძეებით ირანი რა თქმა უნდა ერთ-ერთი გიგანტური კულტურული და ჯაბნის თურქეთს. რა თქმა უნდა ეხლა მე ძალიან არ მიყვარს და ძალიან აი მდგუნავს ის რომ საქართველოში დაიკარგა სხვა ქვეყნის შეფასების უნარი. თავდაპირველად რუსეთს და ამ რუსოფობიას ცალკე თემა. ირანი, რომელიც სოფლიოში ყველაზე რთული სამეცნიერო სისტემაა ხარისხების დაცვის, რომელსაც აქვს ბრწყინვალე განათლების სისტემა. ბრწყინვალე საუნივერსიტეტო, აბა საიდან ეს ტექნიკა, რომელიც საკუთარი წარმოებისაა, მე ამ ახალგაზრდა ჩვენ ვყიდულობთ და თალანძღავთ ირანს. ნახეთ, ჩვენ მე ვისურვებდი რომ იქნება ვინმეს დაეფინანსებინა ამ მოტყუებული ახალგაზრდების ექსკურსია და რომელიმე სერიოზულ თუგნებოთ მეგობრ ქვეყანაში აი ჩინეთში ჩავიყვანოთ ეს ახალგაზრდები და ვაჩვენოთ სად კეთდება თვითმფრინავი, სად კეთდება არ არის ეს დახურული ისინი ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი დრონები რომლებითაც შოუს აჩვენებენ ჩინელები თუნდაც ამას აკეთებენ ირანელები. ირანელებს ყავთ უბრწყინვალესი პროგრამისტები, ბრწყინვალე ჰაკერები, რომლებიც თვეების განმავლობაში ახალის სისტემაში იყვნენ შესული და მართავდნენ ისრაელის არმიას. მითხარით ეს იოლის სათქმელია, მაგრამ ტექნიკურად ამას გაკეთე. ამიტომ, როდესაც შენ, ესე იგი, ირანი ბნელი გონია, ნუ რუსეთი მონგოლი გონია, თუმცა მონგოლების შესახებ არაფერი არ იცით, თორე მონგოლები იმხელა უზარმაზარი მუხტის მატარებლები იყვნენ თავის გარდა ინდოეთშიც რამდენი ხანი ბატონობდნენ და არ მინდა ახლა ტაჯ-მაჰალზე და კიდე რაღაცებზე ვისაუბრო, რომელიც წმინდა მონგოლური პროექტებია. ამიტომ ყველაფერი რო ბნელი მიგაჩნია და შენი თავი რო რაღაც განსაკუთრებული გონი, ამ დროს ქვეყანას კარგავ, განათლება გაგენადგურეს, მიგრაცია საშინელი, ეს არის რაღაც რა რიცი, ეს არის უკვე ფსიქოლოგიური დეფექტი, იმიტომ რომ საღი პრაგმატული აღქმა მოვლენებისა იკარგება. რეალობა არის ის, რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს, მე მომწონს ეს რეალობა თუ არ მომწონს, მე ჯერ უნდა დავინახო ეს. აღწერო რომ ეს ასია და მე პიროვნულად თუ მკითხავ, შეიძლება გითხრათ, მომწონს რაიმე აი რაცა თქვენ ლაპარაკობთ მე უთხარი და არაერთხელ ვახსენ რასაც მე ლაპარაკობ და ანალიზს ვაკეთებ პიროვნულად მე მომწონს თუ არ მომწონს ეს საკითხი არ მიდგას იმიტომ რომ მე მინდა დავინახო ის რაც ხდება თუ ჩვენ ამ კრიტერიუმს ვაბიჯებთ ფეხს ჩვენ მივდივართ ძალიან საშიში გზისაკენ ამიტომ ისე უბრუნდები მთავარ თემას საქართველოს ეხლა აქ გლობალური ფუნქციის აღების შესაძლებლობა. აი ეყოფა მისი დღევანდელი გამოჩენილი ასე ვთქვათ
ხელისუფლებაში მყოფი ინტელექტი ამ საქმეს ვერ ეყოფა, სრული კატასტროფა, ამ პროფესიული პოლიტიკის თვალსაზრისით სრული კატასტროფა, მაგრამ ეს არის მოცემულობა დღეს. თუ ჩვენ ამ ოფციებს დავხურავთ, ეხლა გაიხსნა ეს ოფციები. ეხლა გაქვს შანსი ან გამოიყენო ეს და ახვიდე სხვა საფეხურზე, რომელიც შენ გაძლევს საშუალებას გადაწყვიტო შენი ყველაზე მთავარი პრობლემები. ხაც უსვამ და მე შევისწავლე ეს პრობლემა პარლამენტში რო ვიყავი, თვეები დავხარჯე ამაზე, რა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მომიწევდა ამაზე ვთქვათ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება, რა უდევს საფუძვლად აფხაზეთ საქართველოს, აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირებას. რა მოხდა ეს? ძალიან გრძელი ისტორია, მოჰაჯირობიდან იწყება, ყველაფერი გავწერე, მიზეზები, მშვიდობიანი გზები, სხვადასხვანაირი ძალისმიერი გზები და ასე შემდეგ და ამდენი 93 წლის შემდეგ ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას აფხაზი ხალხის შემოbrunებისკენ არ გადაუდგამთ. ის საუბარი რომ ჩვენ ტერიტორიას ჩავიგდებთ ხელში ამ გზით თუ იმ გზით, ეს არის კიდე გეუბნებით, ეს არის მოდი პირდაპირ ვთქვათ, გონება დამთხეულობის შედეგი, იმიტომ რომ იქ ბაზებია განლაგებული რუსებისა. და უკვე გამოჩნდა რისთვისაც უნდოდა ცხინვალი და დე-ფაქტო აფხაზეთი. დიახ, გასაგები ესენი მთლიანად აკონტროლებენ. მე კიდე გეუბნებით, ჯერჯერობით ყველაფერი არ არის ცნობილი, რაში შეთანხმდნენ გლობალურ სფეროში რომ შეთანხმდნენ რუსები და ამერიკელები. თქვენ წარმოიდგინეთ, კაცო, ტრამპმა პროტოკოლი დაარღვია. ამერიკული პროტოკოლით ამერიკის პრეზიდენტი არავის ხვდება აეროპორტში. ეს პოლიტიკურ ენაზე რას ნიშნავს? ხო უნდა მივხვდეთ, ხო არის ის რაც ფაქტია, არის ის რაც იკითხება, ხო სწორია? ამიტომ მე ძალიან მაშინებს საქართველოს მდგომარეობა ოფციები, როდესაც იხურება გამოუყენებლად, ის ოფცია ყდება. შენ მეორეჯერ აღარ იქნება და როდის რა შანსი იქნება, ნახეთ, თუ ყველაფერი დალაგდა და აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ დალაგდება, უცებ არ მოხდება, მაგრამ გლობალური შეთანხმება მოხდება, სხვანაირად მათაც უჭირთ. ეხლა მე ვერ ვხედავ იმ დაპირისპირების ზას, სადაც შეიძლება შენს განადგურდე, მაგრამ მოწინააღმდეგეც განადგურო. ვერაფერი კაი პერსპექტივაა, ხო სწორია? შანსი აქედან არის და აზრი აქედან არის ნულოვანი. ეს იყო მთავარი ნაბიჯი. ამიტომ ილუზიები საქართველოში რომ ამერიკელები რუსებს გაყრიან აქედან და ჩვენ მე შევესევით აფხაზებს და ესე დავხოცავთ აფხაზებს თან და დავიმონებთ და მიწებს დავიბრუნებთ და იმას მიწა კი არა გაქვს დასაბრუნებელი. აფხაზეთი იყო ქართული ფანტასტიკური კულტურის სუბკულტურა, ერთ-ერთი ძალიან ღონიერი სუბკულტურა. ეს იყო შენი ნაწილი. ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ოჯახები, ესენი ახლა ჩვენც იმ პერიოდში, ჩემი სტუდენტობის დროს სულ დავდიოდით აფხაზეთში, ამიტომ იქაური სიტუაციები კარგად ვიცით. ჩვენ სასაუბრო გვაქვს აფხაზებთან, ჩვენ აფხაზები უნდა მოვაბრუნოთ ქართულ პროექტში, ქართული სახელმწიფოს პროექტში, მათ გამოკვეთილი ადგილი უნდა ქონდეთ, ხას უსვამ გამოკვეთილი. მე მითხრეს რომ ჩემი პროექტი ლორიკ მარშანიამ აფხაზებს გააცნო და მაშინ აფხაზებმა თქვეს, რომ ქართველი თუ ამას დაწერდა, ვერასდროს წარმოვიდგენთო. რა რიცი? შენ ხომ გინდა სახელმწიფო? სახელმწიფო მონოეთნიკურ ბაზაზე არ იგება. მონოეთნიკური წარმონაქმნი არის
შეიძლება დომინირებული ამ სახელმწიფოში, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ სხვა ეთნოსების გარეშე, რომელიც ისტორიულად და ასე შემდეგ შენი სპეციფიური ისტორიული პროცესის შედეგია, ისინი ამ სახელმწიფოს პროექტში უნდა არსებობდნენ. მე საშინლად წინააღმდეგი ვიყავი პარლამენტშიც და ახლა წინააღმდეგი ვარ. მითხარით ერთი, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების ადგილი ქართულ სახელმწიფო პროექტში რა არის? გავრიყეთ ხო სწორია? სად არის მათი პრეზიდენტი? ბაქოში. სომხები საქართველოს მოქალაქეები რა ადგილი მიუჩინეთ მათ, გავაზიარეთ მათთან ეს ყველაფერი და გავხადეთ ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი უფლებები. ის კი არ არის დეკლარაცია აკეთო ევროპარლამენტში, რომ აი ჩვენ ასეთები არა, რეალურად, საათი მე პარლამენტში ძალიან ვინც უშუალოდ იყო ამ საქმეთან ვეუბნებით, მანახეთ თბილისში აზერბაიჯანელების საქმე მაჩვენეთ მათი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაჩვენეთ სომხების მდგომარეობა, რატო იცი? მაშინ ქართული აზროვნება სახელმწიფო აზროვნებამდე ვერ არის ასული. ამიტომ ხას უსვამ, ჩვენ ახლა ვართ გზა გასაყარზე. ჩვენ ან მოძებნით ამ გზას და სწორად და გზის მოძებნაში მე ვხედავ ერთადერთ რაიმეს. შენ არაფერი არ გეკუთვნის იმის გამო, რომ დიდი ისტორია გაქვს და ასე შემდეგ და შენ ფუნქცია თუ არა გაქვს, შენ ფუნქცია დაკარგული ქვეყანა ხარ და ფუნქცია დაკარგული ქვეყანა ამ რეალობაში ვერ გაძლებს, ვერ იარსებებს, მას უბრალოდ ჩაღლაფავენ. ნახეთ, ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ აზერბაიჯანელებს გაუჩნდათ სომხეთის სრულად ჩაღლაფის და ეს გაამშღავნეს ფაქტობრივად. ამიტომ აი ამ სიტუაციაში ვართ, ჩვენ ვიქნებით იმედად, რომ ვიღაცა რაღაცას მოგვიგوارებს, არავინ არაფერს არ მოგვიგوارებს, ყველა მოაგვარებს გლობალური მოთამაშეები შეთანხმდებიან, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საკუთარ მომავალზე, რომელზეც არა ვართ შეთანხმებული. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სამწუხაროდ ჩვენ გაცემის პირველი ნაწილი ძრო ამოიწურა, ჩვენ რეკლამის გამო უნდა შევწყვიტოთ გადაცემა, დაგველოდეთ, დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად.